ხელოვნური ინტელექტის ცოდნა ჩვენ სულზე აღარ არის დამოკიდებული. ეს მოიტანა ამ ეპოქამ ციფრულმა სამყარომ შეცვალა მოთხოვნებიც და საჭიროებები. აი ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი იყო ქართული მედია ჯგუფი რეგიონში. ციფრული უსაფრთხოების თემაზე სოფლებშიც გავა ჩვენი გუნდი, იქაც შეხვდება ქალებს. ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობაა, რომ გამოიყენონ ეს ქალებმა, რომლებიც ჩვენ ცხოვრობენ ჩვენს გარშემო. ზუსტად ამ ხელოვნური ინტელექტით აღმოაჩენ, რომ შენ შეგძლებია და შენ შეგიძლია რომ იყო წარმატებული, რეალიზებული რაც დავა. მოგესალმებით, ეს გადაცემა ქალის ხმა, მე კი ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ, ქართული მედია ჯგუფი მიმდინარე წელსაც აგრძელებს ქალთა საკითხებზე, მუშაობას, მათ საჭიროებებზე. მე და ჩემი კოლეგა, ასევე ჟურნალისტი ნინო ჩიფჩიური დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ თუ რა გეგმები აქვს მიმდინარე წელს ქართულ მედია ჯგუფს ამ მიმართულებით, თუმცა მანამდე მინდა შევაჯერო ჩვენი საქმიანობა, თუ რა გვიკეთებია აქამდე. მოგესალმები ნინო და მაყურებელს რომ მოვუყვეთ ამ წლების განმავლობაში ქართულმა მედია ჯგუფმა რა შესთავაზა საზოგადოებას ზოგადად რა პროდუქტები შევქმენით ასე ვთქვათ და რაზე აკეთებდა აქცენტს ძირითადად და რა მიმართულებით მუშაობდა. მივესალმები ტელემაყურებელს და მე მინდა რომ ქართული მედია ჯგუფის საქმიანობის 11 წელი არის გასული და ერთგვარად შევაფასო და თქვა რომ ჩვენ მიზანს მივახციეთ და პრინციპში რაც ქონდა დაგეგმილი ამათი წლის განმავლობაში სტრატეგიის მიხედვით ზუსტად განვახორციელეს ასევე იმ ყველა პრობლემისა და გამოწვევის პარალელურად და იმ საჭიროების ფონზე რაც დღეს წესრიგში დაუდგა ორგანიზაციას, მაგრამ ამ დრომდე არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტავს მუშაობა ქალთა საკითხებზე და ძალიან საამაყოა ჩვენთვის რომ ის ყველა ნაბიჯი რაც გადავდგით აისახებოდა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ყოველ შემთხვევაში იმ ქალების ჯგუფისთვის, რომელთანაც გვიმუშავია. პირველ რიგში ჩვენთვის და ორგანიზაციისთვის ძალიან საამაყოა რომ ჩვენ კატოლიკელაძის გაზეთი ხმა ქართული ქალის აღვადგინა და უფასოდ ვავრცელებთ სოფლებში. ეს იყო ერთგვარი საშუალება და რესურსი ადამიანებისთვის, ვისაც არ ხელი არ მიუწვდებოდა ინტერნეტთან ან არ იცოდა ფაქტების გადამოწმება და ჩვენ თავაზობდით გადამოწმებულ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციას ამ გაზეთის მეშვეობით და მათ შეეძლოთ რომ ეს გამოცემა ყოველთვიურად მიიღოთ და გაიგოთ აქედან თუ რა ხდება რეგულარი საშუალება ქალებიც წარმოგვეჩინა, ვინც ვთქვათ ჩრდილში იყვნენ, ასე ვთქვათ და ეს გაზეთი აძლევდა ამის საშუალებას. მოტივაციაც იყო სხვათა შორის ალბათ დამეთანხმები რომ პირადად ხვდებოდი შენს იმ ქალებს და როგორც სიხარულით ელოდებოდნენ ამ გაზეთს, იმიტომ რომ მათი ან მეზობელი იქნებოდა ან ოჯახის წევრი ამ გაზეთში, ან ადამიანი რომელმაც აი ამ ბრძოლის შედეგად მიაღწია შედეგს, ბრძოლაში გულისხმობ რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა ვაღიაროთ რომ იმ პერიოდში მაგალითად 90-იანებამდე 90-იანების შემდეგაც გოგონებს, ქალებს მოუწიათ ეგრეთ წოდებული რაღაც ჩარჩოებში ყოფნა, ხშირად მათი შესაძლებლობები დარჩა განუვითარებელი, შესაძლებლობები ვერ განავითარეს, იმიტომ რომ რაღაც სტერეოტიპებში იზრდებოდნენ, ასე უწესებდნენ ნორმებს და ჩვენაირ ორგანიზაციებს ეუბნებოდნენ რომ თქვენ გინდათ რომ ქალები წარმოაჩინოთ და ქალები იყვნენ ოჯახში უფროსები და მამაკაცებს ამით ჩრდილავთ. სინამდვილეში ეს იყო არასწორი გაგება. თანასწორობა ამას არ გულისხმობს. თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებიანობას და ამ როლების თანაბარ გადანაწილებას ოჯახში. და ეს როცა ჩვენ უფრო ნათლად დავანახეთ ქალებს, უკვე მათ გააცნობიერებს, რომ მათაც ჰქონდათ საშუალება და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა და ამის პოტენციალი, რომ ის ნიჭი, რაც მათ შეიმალებოდა წლების განმავლობაში, გარკვეულწილად რაღაცა სვლა მიეცათ, რაღაცა მოტივაცია ჰქონდათ, რომ განევითარებინათ ეს უნარები და ძალიან გვიხარია, რომ ამ წლების განმავლობაში, რასაც ვაკურდებით ამ ჯგუფებს, ქალები, რომლებთანაც გვიმუშავია, გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწიეს და თლიანად თუ არა, რაღაცა თითო აგური მაინც დავდეთ მათ განვითარებაში. განსაკუთრებით მახსენდება სასიამოვნოდ, როდესაც უშუალოდ ვილზე გავდიოდი. ჩვენ მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩვენ არ ვართ ის ორგანიზაცია, რადგან მედია ორგანიზაცია, ჩვენ ველზეც ვმუშაობთ თითოეული წევრი, რადგან ვართ ჟურნალისტები და ამასთან
ერთად მედია ორგანიზაცია ვარ და ველზე გვიწევდა ხშირად მუშაობა. ძალიან განსაკუთრებით მახსენდება, როდესაც პატარა დოკუმენტურ ფილმებს ვაკეთებდი, პატარა ასე ვთქვათ, სტორებს ქალებზე და ისინი შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევდი და ის ქალები ყვებოდნენ თავის ისტორიებს, თუნდაც იგივე რატომ იყვნენ სტერეოტიპებში მოქცეულები, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება. ეს მახსენდება განსაკუთრებულად კარგად, თუმცა იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ფიზიკური საფრთხის წინ დავდექით, ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ აი მახსენდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ერთ-ერთი სოფელი იყო, როდესაც ერთი გოგონა ძალიან ბედნიერი იყო, აივანზე დაგვსვა, რომ უნდა თავის ისტორია მოეყოლა, რა მიზნები ჰქონდა, რომ გამხდარიყო თავისივე თემში, ვთქვათ, წარმატებული რომ ყოფილიყო მაგალითი სხვა მინიმუმ ხმა მოიღო და დაიწყო საუბარი. თუმცა მე მახსოვს ცუდად ახლა მეღიმება ვამბობ, მაგრამ მე და ჩემი ოპერატორი როგორ გავხვდით ასე ვთქვათ ძალადობის მსხვერპლი, რომ მხოლოდ იმიტომ რომ არასწორად გაიგეს რის კი ბატონო, რომ ქალი არ უნდა გამოჩენილიყო, ვთქვათ, ეს მათი წესჩვეულებები. სადღაც მე შეგეკრანზე და ვიტყვი მაგასთან დაკავშირებით ძალიან ცუდად მესმის ხოლმე ტრადიციებში რა იგულისხმება. ყოველთვის სვამ ამ კითხვას, აი რას გულისხმობენ ტრადიციებში? ეს არ ვფიქრობ, რომ იყო ტრადიცია, ეს იყო სტერეოტიპები. ხო, არა, ერევათ რა ეგ არის პრობლემა, რომ ტრადიციები, რაღაც პატივისცემა, განსაკუთრებული რაღაცა თარიღისადმი და ასე შემდეგ ეს მესმის. მაგრამ აი ვერ ხვდები რას გულისხმობენ ტრადიციაში. როდესაც ქალს ცემენ, როდესაც ქალს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ იყოს თუნდაც წარმატებული საკუთარ სფეროში, რაზეც უწვალია, უშრომია, უსწავლია, მთელი ღამეები უთენებია რაღაცა წარმატება ჰქონია და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ოჯახი თulis იმას, რომ მაგალითად სამსახურში არ უნდა დადიოდეს ქალი და თუნდაც საღამოს საათებში უკან არ უნდა ბრუნდებოდეს, ეს არის ტრადიცია, სად წერია, რომ ქალს არ აქვს მაგალითად მუშაობის უფლება, ქალს არ აქვს გართობის უფლება, გაღიმების უფლება, რომ იყოს ხალისიანი, ხო, რატომ უნდა თრგუნავდეთ და შემდეგ ამას ბავშვებს ვაჩვენებთ, რომ აი ქალის ყოფა არის ნორმა ეს, რომ ქალი უნდა იყოს მუდმივად ჯაფაში, მუდმივად სამზარეულოში, მუდმივად უნდა იყოს მოუწესრიგებლად, თუნდაც იქ რაღაც ოჯახის წევრებზე ზრუნვის პროცესში აღარ რჩებოდეს საკუთარი თავის მოვლის დრო და ენერგია და ხალისი. აი მე არ მესმის რა იგულისხმება ამ ტრადიციაში, როდესაც ქალს და მამაკაცს ძალიან უთანასწორო პირობებში აყენებენ. ხშირად რელიგიასაც იშველებენ ხოლმე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ იქ, როდესაც არის საუბარი, კაცი უნდა იყოს ოჯახის თავი და ქალმა უნდა სცეს პატივი, ხო, აქ მამაკაცის უფლებამოსილება, მამაკაცის ვალდებულება რა არის? მაგალითად, როდესაც ქრისტიანები მართლმადიდებლები ჯვარს იწერენ, იქ ერთმანეთის პირობას რაზდებენ, ხო? მარტო ქალის ვალდებულება არ არის ეს, რომ რაღაცა დათმობაზე წავიდეს და რაღაცები აიტანოს მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი ჰქონდეს. და აი ეს არასწორი წესჩვეულებები, ეს არასწორი ტრადიციებს რო ეძახიან დანერგვით, ჩვენ ხედავთ რამდენი ქალს კლავენ, რამდენი ქალი იჩაგრება, რამდენი ქალი არის ჩუმად და იტანს და ელოდება იმას, როდის დასრულდება მისთვის ეს ყოფა და ცხოვრება და მე მგონია, რომ უფრო სხვა კუთხიდან თუ შევხედავ და თუ ორივე მამაკაცსაც და ქალსაც სათანადოდ დავაფასებთ ოჯახში და ურთიერთპატივისცემა ექნება ამ არსებას ერთმანეთთანაც და მე ამ ყველაფერს შვილებიც გადაიღებენ და ნახავ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ შვილები არიან ოჯახის სარკეხო ბავშვები და რასაც ხედავენ, იმას უნდა აგრძელებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ქალი დაფიქრდეს ამ ყველაფერზე, ოჯახის თითოეული წევრი თუ რას აძლევენ მომავალ თაობას, ტრადიციებს, წესჩვეულებებს, თუ რაღაც სიმშვიდეს და მომავალს იმისთვის, რომ იყოს მზად, რომ შემდგარი კაციც იყოს და ქალიც მერე ის ბავშვი. ნინო, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია და დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც ეს ფრაზები ეცნობა, როდესაც აი კი მინდოდა ვთქვათ, ჩემი პროფესიით მიმუშავა, კი მინდოდა აქ ჩამება, რომ კი მინდოდა ეს გამეკეთებინა, მაგრამ 3 შვილი მყავდა, 5 შვილი მყავდა, 2 შვილი ოჯახი, ვერ ვასწრებდი. აი ეს ფრაზები ხო ხშირად მოგვისმენია და თითქოს თვლიან, რომ კი, რა თქმა უნდა, უპირობოდ, რომ აუცილებელია ვთქვათ, საკუთარ ოჯახს იზრუნო, საკუთარ ოჯახზე, როგორც ქალმა, ისე კაცმა, ხო? მაგრამ აი რას ეტყოდით ასეთ ქალებს, ვთქვათ, რომ ვინც კიდევ ისე ფიქრობს, აი ოჯახი მაქვს და რა ვქნა, როგორ შევძლებ ოჯახთან ერთად, ვთქვათ, თავის რეალიზებით.
რასაც როდესაც ბავშვი იბადება ოჯახში, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნება ხოლმე, იმიტომ რომ გონიათ რომ ეს მხოლოდ ქალის ვალდებულებაა, რომ უნდა დაჯდეს, მიხედოს ბავშვს და სხვათა შორის საქართველოში მოხდა ეს შემთხვევა, რომ მამამ ამ ბავშვის აიღო შვებულება, დეკრეტული შვებულება და ქალი გაუშვა, რომ იმუშაოს, იმიტომ რომ იმას უფრო მეტი შემოსავალი ქონდა და რატომ უნდა დაეთმოთ, იმიტომ რომ ხალხი რა სიტყვის და სხვათა შორის სოციალურ ქსელებშიც და მის ოჯახის ინტერესებიდან ამოვიდნენ ასე თქვა. ისეთი საქილიკო თემა გახდა, რომ კაცმა დეკრეტით ისარგებლა, ხო? რა მოხდა მერე რომ ქალს ანუ შეთანხმდა ოჯახი და იმ ოჯახს ასე ესმის და ასე სჭირდება და რატომ უნდა გაითვალისწინოს ის ვიღაცა რა ვიცი რა ქვია მეზობლებს მათი აზრი, როდესაც ოჯახს ასე სჭირდება და ასე უფრო იქნებიან განვითარებულები ოჯახის წევრები. ნინო აუცილებლად მინდა ვახსენო არასრულ წონის ქორწინებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ისევ ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ სოფელში მოხდა ესეც თქვენ ნიუსი იყო ქართული მედია ჯგუფის უშუალოდ შენი ნიუსი იყო მახსოვს რომ როგორ აქორწინებდნენ იძულებით და ფაქტიურად ეს ვიხსენით ჩვენ ეს ამასასრული ქორწინებისგან და კანონი გარდა იმისა რომ კანონი ირღვეოდა არასრულწლოვნის უფლებები და ამაზე დიდი წვლილი მიგვიწვევს ასე ვთქვათ საამაყოც არის ფემინიზმ.gz ესეთი პორტალი აქვს ქართულ მედია ჯგუფს სადაც უშუალოდ ქალთა საკითხებზე ქვეყნდება მასალები და გაზეთის ელექტრონული ვერსიაც ამ ვებსაიტის საშუალებით ქვეყნდებოდა ხოლმე ამ დრომდე. ფემინიზმ.gz არაერთი სტატია გამოქვეყნებულა იმასთან დაკავშირებით, რომ არა მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებს შორენა ჩვენ შეიძლება ღიად არ ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენს გარშემო ახლოს მდებარე სოფლებშიც, ქართულ სოფლებშიც ხდება მსგავსი ფაქტები, მაგრამ მაგალითი მოვიყვანე ამ ისე არის შეფუთული, რომ არ მივიდეს სამართალდამცავების ყურამდე, არ გასაჯაროვდეს და არ მიეცეს რაღაცა მსვლელობა, რომ არასრულწლოვანმა იქორწინა, თუმცა გოგონებზე ადრეული ასაკიდანვე არის იმისი შთაგონება, რომ აუცილებლად შენი ქმარი უნდა იყოს შემოსავლიანი, წარმატებული, მანქანიანი, სახკარიანი და ასე შემდეგ და ამ დროს იმ გოგომ, როდესაც მოისურვა რომ რაღაცა გეგმები ააწყო, რომ უნდა დაემთავრებინა უნივერსიტეტი, სკოლის შემდეგ ქონდა კარგი სამსახური და თავისი შესაძლებლობების რეალიზება მოეხდინა, ეს სურვილები ყველაფერი უკანა პლანზე მიდის, თვითონ ამ გოგონას ოჯახის წევრებისვე ნებით. იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ შენ დედა უნდა იყო, შენ სახლს უნდა მიხედო, სამზარეულოს უნდა მიხედო და შენმა ქმარმა უნდა გაწყოს. ანუ უწყობენ ხალხს, რომ დამოუკიდებელი გახდი შენ არა უშობა ოჯახის წევრზე, მამამთილი იქნება, დედამთილი ქმარი თუ ასე შემდეგ. მაგრამ შენ გევალება ეს და ეს. ანუ თავიდანვე უსაზღვრავენ, რა უნდა გააკეთოს, როცა გაიზრდება როგორც ქალმა. მაგრამ ოჯახის რაღაც ძალიან მცირე ნაწილი და განსაკუთრებით ახლა ამ თაობაში საბედნიეროდ აღარ არის ასეთი მიდგომები, მაგრამ აი ჩემ თაობაში მაგალითად ასე იყო და ასე გავიზარდეთ, ხო ალბათ დამეთანხმები, უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ გვისაზღვრავდნენ, რა უნდა გვეკეთებინა, როდესაც ქალები ვიქნებოდით და როდესაც შვილები ამიტომ ხდება რომ ქალი ვერ ქმნიდა საკუთარ დოვლათს ასე ვთქვათ საკუთარ მქონება არ გააჩნდა ვთქვათ თუ არც მემკვიდრეობით და არც საკუთარი არ იშლებოდა 90-იან წლებში ქალები იყო ის ზალა და მე ემიგრაციაში წასული ქალები ახლა გადაარჩინეს ქვეყანა და კაცები ამ დროს რას აკეთებენ ანუ ეს ვალდებულებას ადმინის თუ კი ქალს მხოლოდ სამზარეულოში და ფუსფუსა და შვილებისთვის მიეხედა ისევ ქალის სიძლიერე იჩინა თავი აქ და ოჯახის საჭიროებები ქალმა აიღო თავის თავზე და უამრავი გაჭირვების ფონზე ოჯახი მართლაც ფეხზე დააყენა ქალების უმრავლესობამ საქართველოში. დღესაც ასეა დიდწილად კი, და ემიგრაციაში ხშირად ქალები მიდიან. დიდი ნაწილი ემიგრაციის. დიახნიო, გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ქართული მედია ჯგუფი ქალებთან მუშაობდა მათ არაფორმალურ განათლებაზე, მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით არაერთი აქტივობა განვახორციელეთ, ვასწავლეთ მათ თუ რა რისი უფლება აქვთ მათ ბოლო წლებში განვითარებამ ასე ვთქვათ ციფრულმა სამყარომ შეცვალა მოთხოვნებიც და საჭიროებები. აი ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი იყო ქართული მედია ჯგუფი რეგიონში, რომ დაანერგა სხვადასხვა მიმართულებით. აი ამაზე სამწუხაროდ. კი ბატონო, აი ეს მინდოდა აუცილებლად. ეს ყველაფერი საიდანაც დაიწყო იყო ის, რომ როდესაც სოციალური ქსელები განვითარდა, ჩვენ ხედავდით, რომ ისევ ქალებს ლანძღავდნენ ამ სოციალურ ქსელებში და ქალები იჩაგრებოდნენ არა მხოლოდ სახლში ფიზიკურ სივრცეში და
ახლობლებისგან და ნათესავებისგან, არამედ უკვე სოციალურ ქსელში უცნობი ადამიანების მხრიდანაც, რომ ის იყო ქალი, რა უფლება ჰქონდა, რომ წასულიყო იქ, შვილი დაეტოვებინა, მას სხვა ვალდებულებები აქვს როგორც ქალს. მათ შორის აზრის გამოდგენის გამხდარან ისინი ბული წადი სახს მიხედე და შერაიცი ამ თემაზე რომ ლაპარაკობდა, ანუ ძალიან ბევრი ფაქტები იყო უკვე ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენ დავინახეთ საჭიროება იმისა, რომ ქალებს უნდა სცოდნოდათ ციფრული უსაფრთხოება და სწორედ ამიტომ ჩაუყარეთ საფუძველი ამ მიმართულებასაც და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით 100-მდე ქალი, სოფლად მცხოვრები ქალი გადავამზადებთ კიბერჰიგიენაში და აქ მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ყველას, ვისაც ამ დრომდე არ აქვს ჯერ კიდევ გააზრებული, რომ ამ შესაძლებლობებთან ერთად მნიშვნელოვანია თავდაცვაც, როგორც ფიზიკურ სივრცეში უნდა დავიცვათ თავი, ისე უნდა დავიცვათ ციფრულ სამყაროშიც. როგორც ხელპირს ვიბართ დილით რო ავდგებით, ისე არის ჰიგიენა დასაცავი ამ ციფრულ სამყაროში და ეს ყველაფერი ეს დეტალები სხვათა შორის ბევრისთვის მართლაც აღმოჩენა იყო და ბევრმა Facebook-იც გააუქმა, რომ არ იყო თურმე საჭირო მის ცხოვრებაში Facebook-ი, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებდა, იმიტომ რომ რაღაცებს უბრევდა მის დღის წესრიგში და ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს. ანუ ჩვენ ამით ვაჩვენეთ, რომ არსებობს ეს რეალობა, შეიძლება თავი დაიცვა, მაგრამ მთლიანად ვერ დაიცავ ციფრულ სამყაროში თავს, რაღაც ეტაპები ნაბიჯები გადადგა, თუმცა ბოლოს არჩევანი შენზეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებ და ეს ყველაფერი არ მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენეს ქალებმა, ქალები გახდნენ ონლაინ მეწარმეებიც. რაღაც პროდუქტებს ყიდიდნენ ონლაინ, უკვე ვასწავლეთ ციფრულ სამყაროში, როგორ გაეკეთებინათ საკუთარი პროდუქტის PR-ი, როგორ მიეტანათ ის მომხმარებლამდე დაინტერესებულ პირამდე და ეს ყველაფერი გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ქალებს ერთის მხრივ ქონოდათ განათლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ციფრულ სამყაროში და მეორეს მხრივ ეს ციფრული შესაძლებლობები საკუთარი რაღაც ცოდნის რეალიზებისთვის გამოეყენებინათ და იმ უნარების განვითარებისთვის, რასაც ამ დრომდე ისინი ვერ ხედავდნენ, როგორ უნდა განვითარებინათ და ჩვენ ამის საშუალება ნამდვილად მივეცით. და მაყურებელს ვთქვათ, სამწუხაროდ კიდევ არის და ჩვენს გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს ინფორმაცია და ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან ჩვენს გარშემო. ხო, გვექნება კიდევ საშუალება წელს, მინდა უთხრა ამ სიახლის შესახებაც დაინტერესებულ პირებს, მაყურებელს, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ქალთა საჭიროებებისთვის მიგვეხედა, ასე ვთქვათ, და ციფრული უსაფრთხოების თემაზე სოფლებშიც გავა ჩვენი გუნდი, იქაც შეხვდება ქალებს და სხვათა შორის ვისაც ექნება ამის საშუალება შეუძლიათ გამოგვეხმაურონ და ჩვენ მოვინიშნავთ ამ კოორდინატორებს და აუცილებლად ჩავალთ იმ სოფლებშიც, ვისაც ექნება ამის საშუალება და სურვილი, რომ მოისმინოს ამ თემაზე ტრენინგი და გარდა ამისა ექნებათ საშუალება მეწარმეობის თემაზე, როგორ აწარმოონ ბიზნესი ონლაინ სივრცეში, თავისი პროდუქტი როგორ უკეთესად გაყიდონ სოციალური ქსელის მეშვეობით, სწორი მესიჯებით და ასევე ვთავაზობთ იმას, რომ ჩვენ საიტზე MetalabG თვალი ადევნონ და მათი რესურსები, შესაძლებლობები და საშუალებები გამოგვეხება, მაგალითად, რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. ასევე მარტო ხელადედებს რა შეუძლიათ რომ მიიღონ მუნიციპალიტეტისგან, რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ მაგალითად მრავალშვილიანმა დედამ გამოიყენოს და ასე შემდეგ. ანუ ეს ინფორმაცია რეალურად არსებობს, მაგრამ იმის გამო რომ მათ არ აქვთ იმისი სათანადო ხელმისაწვდომობა ამ ინფორმაციაზე, ხშირად ეს ყველაფერი თაროზე დევს, მაგრამ არსებობს და ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ჩართულობის ხელშეწყობით ეს ყველაფერი მივიტანოთ უშუალოდ ამ ადამიანებამდე, ვისაც ეს სჭირდება. და აქვე დავამატებ იმას, რომ თუ ადრე არ იყო ამის საშუალება და ოჯახი ხელს უშლიდა, გარეთ არ უშვებდა ქალს, მუშაობის საშუალებას არ აძლევდა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეს ყველაფერი სახედან გაუსვლელად არის შესაძლებელი. შენ აღარ გჭირდება დამატებით ჩადო თანხა იმაში, რომ გადამზადდე, ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტს უნდა მიანდო, შენ აღარ გჭირდება იმისთვის, რომ დამატებით მენტორი აიყვანო, რა ნაბიჯის შემდეგ რა გადადგა, ბიზნეს სტრატეგია როგორ დაგიწეროს, პროფესიონალმა ადამიანმა ვიღაცა დაიქირავ და ამაში მოგეხმაროს. ბუღალტერი აღარ გჭირდება, თუ სწორად გამოიყენებ ხელოვნური ინტელექტის ამ ხელსაწყოებს. ამიტომ ქალები, რომლებიც სახლში სხედხართ, შეგიძლიათ რომ ჩვენი კურსი გაიაროთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ასევე სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდეთ, უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის აგენტებს ეძახიან
გაიხადოთ თანაშემწე, ციფრული თანაშემწე ყავდეთ და ყოველ დილით კითხოთ თქვენი კონკრეტული დაინტერესებული თემა, როგორ განავითაროთ და ეს ყველაფერი უკვე აღარ არის სადღაც არარეალური და ოცნებების სქემაში აღარ გადის. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერით. ამ ღილაკის დაჭერას ამის საჭიროება ეს მინდა რომ მიცოდეს მაყურებელმა აი ამასაც რომ შეეხოთ. ხელოვნური ინტელექტის ცოდნა ჩვენ სულზე აღარ არის დამოკიდებული. ეს მოიტანა ამ ეპოქამ, ტექნოლოგიების ეპოქამ. მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ მე მობილური ტელეფონი არ მინდა სახლშიც მაქვს, იყო ეს პერიოდი, რატომღაც ძალიან მოკლე ხანში არავის აღარ ედგა სახლში ტელეფონი და ყველა მობილურზე გადავიდა. ანუ კომპიუტერული ცოდნა ხო, არავის არ ეგონა რომ ამ დოზით განვითარდება ასე სწრაფად, მაგრამ ახლა უფრო მეტად სწრაფად განვითარდება ყველაფერი, ვიდრე აქამდე განვითარდა და ამის მომსწრე ჩვენ ვართ, იმიტომ რომ ეს პერიოდი გაიწელა, როდესაც სანამ ინტერნეტი დამკვიდრა და სანამ ისწავლეს კომპიუტერის გამოყენება, ეს ყველაფერი ეხლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ძალიან სწრაფად განვითარდება და ძალიან ბევრი ადამიანი ჩანაცვლდება. პროფესია არ ჩანაცვლდება, ადამიანები ჩანაცვლებიან. იმ კონკრეტულ სფეროში გაჩნდება ახალი პროფესიები. ახალი პროფესიები ბუნებრივია გაჩნდება, მაგრამ ის ადამიანები, რომელსაც ძალიან მაგარი გამოცდილება აქვთ ხო თავის კონკრეტულ მიმართულებაზე, გონიათ რომ ისინი შეუცვლელები არიან, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც წლებმა აღარ მოინდომოს და რაღაც სიბერისკენ რომ მიდიახობე აღარ აქვთ უკვე ამისი სურვილი ადამიანს, მაგრამ ასაკი აქ არაფერ შუაში არ არის, თუ კი ამ ცოდნას რაც აქამდე მიიღეს ადამიანებმა ამ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყობით განავითარებენ, გამოიყენებენ ამ უნარებს, მაშინ ექნებათ საშუალება, რომ ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, იმიტომ რომ გამოცდილებას დღეს 7 და 10 წელი აღარ ჭირდება. ის ძალიან მალე შეგიძლია აი ერთი მთლიანი წელი დათვალოთ თვეში მაგალითად ამდენ ხელსაწყოს ვისწავლით 12 ჯერ მეტი მეცოდინება წლის ბოლოს, ხო? და ეს 12 ჯერ მეტი ხელსაწყოს ცოდნა ძალიან ბევრს ნიშნავს, თან პარალელურად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ამ 12 ხელსაწყოს ცოდნის შემდეგ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ვითარდება ტექნოლოგიები და იმ ახალსაც უნდა მოვერგოთ, რომ თუ მინდა რომ ვიყოთ იმ სფეროს სპეციალისტები, სადაც მოღვაწეობთ. ვფიქრობ, რომ საინტერესო პროცესები გველის წინ დატვირთული წელი იქნება და საინტერესო ბევრი სიახლეებით, თუნდაც აი ამ ტექნოლოგიების გამოყენებით და ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობაა, რომ გამოიყენონ ეს ქალებმა, რომლებიც ჩვენ ცხოვრობენ ჩვენს გარშემო, ჩვენს რეგიონში. კი, ნამდვილად კარგი საშუალება მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ჩემ დროს რომ ყოფილიყო, აი მე როდესაც სკოლა დავამთავრე ესეთ შესაძლებლობები, მე არ ვიცი ძალიან ბევრს შევცვლიდი ჩემ ცხოვრებაში, არაფერს არ გაუშვებდი შანსს ხელიდან, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ჩემ განვითარებასთან, იმიტომ რომ მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ბიბლიოთეკებში ვისხედით ხოლმე და ვკითხულობდით, შორიდან ხო გახსოვს, წიგნებს ვიძიებდით კონკრეტულ წყაროებს და რაღაც თემა რო შეგვედგინა, დღეს ეს ყველაფერი სახლში გვაქვს. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება მივიდეთ კომპიუტერთან და ვიცოდეთ ის ეტაპები, რა თქმა უნდა, დროის დაზეგვა ერთი და არსებობს ხელსაწყოები, ვიცით ეს ჩვენ რომ მთლიანი წიგნის წაკითხვისთვის მთელ რაღაცა თვეებს თუ ვანდომებდით, პარალელურად ვსწავლობდით და ასე შემდეგ. ახლა შეგვიძლია ეს წიგნი PDF ვერსია ჩავუვიდოთ კონკრეტულ პლატფორმას და ის პლატფორმა ჩვენ წაგვიკითხავს, გვინდა აუდიო ვერსიას მოგვაწყვის და პარალელურად სხვა რამეს ვაკეთებთ, გვინდა ინფოგრაფიკებით მოგვიხაზებს და პრეზენტაციას გავუკეთებთ, ანუ ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, რომ ინფორმაცია მივიღოთ და ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ თუნდაც ჩვენ რეგიონში სოფლად ცხოვრებმა ქალებმა განსაკუთრებით, რომლებსაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდება. ყველა პროფესიის არ არის ეს მხოლოდ განათლების მიმართულებით, ყველა პროფესიას ეხება ეს. ეს შეიძლება ვიღაცა ხა გვისმენდა სახლში იყოს და ფიქრობდეს, რომ ეხლა ხელოვნური ინტელექტი მე რაში უნდა გამომადგეს. აი ზუსტად იმაში უნდა გამოგადგეს, რომ ეს წინადადება აღარასდროს გაიმეორო და შენი შესაძლებლობა გქონდეს ის რაღაც დაფარული ნიჭი, რომლის რეალიზების საშუალებას რაღაც გარკვეული მიზეზების გამო არ მოგეცა, ზუსტად ამ ხელოვნური ინტელექტით აღმოაჩენ, რომ შენ შეგძლებია და შენ შეგიძლია რომ იყო წარმატებული, რეალიზებული რაც მთავარია და გახდა მე მისაბაძე მომავალი თაობისთვის. მადლობა დიდი ნინო საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები, რა თქმა უნდა, ისევ ქალთა საკითხებზე და მათ საჭიროებებზე ვისაუბრებთ შემდეგ გადაცემებში.